ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ აღარ გეკუთვნით. რომ ყოველი დილა ნაცვლად ახალი ენერგიისა, ტელეფონის ეკრანზე გაუცნობიერებელი ყურებით იწყება და ყოველი საღამო გამოფიტული ნებისყოფით სრულდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ სიზარმაცია, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო საშიშია. თქვენი ტვინი გატეხეს. თქვენს წინააღმდეგ მუშაობენ მსოფლიოს საუკეთესო ნეირომეცნიერები, რომელთა ერთადერთი მიზანია თქვენი ყურადღება მოიპარონ და იაფფასიან დოფამინზე გადაგცვალონ. ამ ვიდეოში ჩვენ გავიგებთ, როგორ მუშაობს ეს სისტემური ხაფანგი, როგორ მართავს ჩვენს სურვილებს ჯერ კიდევ 50-იან წლებში აღმოჩენილი მოლეკულა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღმოვაჩენთ გზას, თუ როგორ გამოვგლიჯოთ საკუთარი სიცოცხლე ამ უხილავ ჰაკერებს და დავიბრუნოთ კონტროლი. ეს არის არხი ზურატუსტრა. თუ გსურთ, რომ თქვენი გონება კვლავ თქვენი გახდეს და არა ალგორითმის იარაღი, აიძულეთ თქვენი ციფრული გარემო, რომ მოგცეთ ის, რაც მართლა გჭირდებათ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და გააზიარეთ. ეს არის თქვენი პირველი გაცნობიერებული პროტესტი ამ სისტემური ხაფანგის წინააღმდეგ. ახლა კი დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არსებობს უხილავი ხაფანგი, გალია, რომელსაც კედლები არ აქვს, მაგრამ მაინც გზღუდავთ. ეს არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი პარადოქსი. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუმცა რეალური კმაყოფილების შეგრძნება სულ უფრო მეტად გვემალება. ეს ხაფანგი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მუდმივად ეძებს, მუდმივად ელოდება რაღაც ახალს, მაგრამ სანაცვლოდ იღებს მხოლოდ ხანმოკლე და ზედაპირულ აღგზნებას. თქვენ ამას გრძნობთ ყოველ დილით, როდესაც გაღვიძებისთანავე ხელში ტელეფონს იღებთ, გრძნობთ ყოველ საღამოს, როცა დაღლილობის მიუხედავად, მაინც ვერ წყდებით ეკრანს. ჩვენი ბიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე გადარჩენაში გვეხმარებოდა, დღეს ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის მიერ არის მანიპულირებული. ჩვენ აღარ ვმართავთ ჩვენს არჩევანს, ჩვენ უბრალოდ ვრიაგირებთ იმ სტიმულებზე, რომლებსაც ციფრული სამყარო გვთავაზობს. სწორედ ეს არის ის ხაფანგი, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ და რაც მთავარია, უნდა გავიგოთ, როგორ დავიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ ვართ ასე ძლიერ მიჯაჭვულები ეკრანებს, უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს ბიოლოგიას და გავიცნოთ მოლეკულა, რომელიც ჩვენს ყოველ ნაბიჯს მართავს. ბევრს გონია, რომ ეს ნივთიერება მხოლოდ ბედნიერების ჰორმონია, თუმცა სიმართლე ბევრად უფრო კომპლექსური და საინტერესოა. ეს არის ძალა, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ, ვიბრძოლოთ და ვეძებოთ, მაგრამ ხშირად სწორედ ის ხდება ჩვენი შინაგანი მშვიდობის მტერი. მოდით დავუბრუნდეთ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში. ეს იყო ეპოქა, როდესაც მეცნიერებამ ნამდვილი ნახტომი გააკეთა ტვინის კვლევაში. 1957 წელს ლონდონის ერთ-ერთ ლაბორატორიაში კვლევარმა კეთლინ მონტაგუმ პირველად მოახდინა იმ ნივთიერების იდენტიფიცირება, რომელსაც დღეს დოფამინს უწოდებთ. თუმცა მისი ნამდვილი ბუნება შვედმა მეცნიერმა, არვიდ კარლსონმა დაადგინა. მან აღმოაჩინა, რომ დოფამინი არ იყო მხოლოდ სხვა ჰორმონების ნარჩენი პროდუქტი, არამედ დამოუკიდებელი და უმნიშვნელოვანესი ნეირომედიატორი. სწორედ ამ აღმოჩენისთვის კარლსონმა მოგვიანებით ნობელის პრემიაც კი დაიმსახურა. მაგრამ რა არის დოფამინი სინამდვილეში? საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, თითქოს ის სიამოვნების მიღების დროს გამოიყოფა, მხოლოდ მითია. მეცნიერული თვალსაზრისით, დოფამინი არის მოტივაციის მოლეკულა. მისი მთავარი ფუნქციაა აიძულოს ადამიანი, იმოქმედოს. ის არის ერთგვარი შინაგანი ძრავა, რომელიც მუდმივად გვეჩურჩულება. ადექი, წადი და აიღე ის, რაც გჭირდება. ის არ გვაძლევს სიმშვიდეს, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. წარმოიდგინეთ ჩვენი წინაპრები ათასობით წლის წინ. მათი გადარჩენა პირდაპირ იყო დამოკიდებული საკვების, წყლისა და უსაფრთხო თავშესაფრის მუდმივ ძიებაზე. ბუნებამ შექმნა გენიალური მექანიზმი, რომელიც ამ რთულ ძიების პროცესს პერიოდულად აჯილდოებს. დოფამინი გამოიყოფა არა მაშინ, როცა ადამიანი უკვე ჭამს ნანადირებს, არამედ სწორედ მაშინ, როცა ის ნადირის კვალს ხედავს. ეს არის მოლოდინის ენერგია. ეს არის ის მუხტი, რომელიც მონადირეს აიძულებდა კილომეტრები გაევლო დაღლილობის მიუხედავად. სწორედ ეს ძიების ინსტინქტი დაგვეხმარა გადარჩენაში, რადგან ის გვაძლევდა მოტივაციას, არ დავნებებულიყავით და ბოლომდე მიგვეყვანა დაწყებული საქმე. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ტვინის ეს უძველესი მექანიზმი ათასწლეულების მანძილზე საერთოდ არ შეცვლილა, სამყარო კი ჩვენს გარშემო რადიკალურად გარდაიქმნა. დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება ტყეში ნადირის დევნა გადარჩენისთვის. ციფრულმა ეპოქამ ჩვენს ძიების ინსტინქტს სრულიად ახალი და ხელოვნური სამიზნე მისცა. ყოველი სკროლვა, ყოველი ახალი შეტყობინება, ყოველი წითელი ნიშანი ეკრანზე ან ლაიქი, ჩვენი ტვინისთვის იგივეა, რაც ძველი მონადირისთვის ნადირის ახალი კვალი. ჩვენ აღმოჩნდით მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, სადაც დასასრული არ ჩანს. დოფამინი გვაიძულებს
დაუღალავად ვეძებოთ შემდეგი სიახლე, რადგან ის ყოველ წამს გვპირდება კმაყოფილებას, რომელიც სინამდვილეში არასდროს მოდის. ეს არის ნივთიერება, რომელიც გვაიძულებს ვისურვოთ უფრო და უფრო მეტი, მაგრამ არასდროს გვაძლევს საშუალებას, რომ ნამდვილად დავტკბეთ იმით, რაც უკვე გვაქვს. დოფამინის არსი არ არის სიამოვნება. მისი ნამდვილი არსი არის დაუცხრომელი ლტოლვა და მოთხოვნილება. სწორედ ეს გარემოება იქცა ჩვენი დროის ყველაზე დიდ ხაფანგად. ამიტომ ვგრძნობთ თავს გამოფიტულად და დაღლილად მაშინაც კი, როცა მთელ დღეს უმოქმედოდ ეკრანთან ვატარებთ. ჩვენი ტვინი ამ დროს გადაღლილია, რადგან ის ქვეცნობიერად მუდმივად ნადირობს, მაგრამ მისი ნადავლი მხოლოდ ვირტუალურია, უფასურდება და რეალური კმაყოფილება მას არ მოაქვს. ჩვენ გავებით საკუთარი ბიოლოგიის მახეში, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ოსტატურად იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. იმისათვის, რომ სრულად გავაცნობიეროთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, უნდა გადავხედოთ იმ მეცნიერულ ევოლუციას, რომელმაც ფარდა ახადა ტვინის ყველაზე საიდუმლო მექანიზმებს. დიდხანს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ დოფამინი მხოლოდ ფიზიკურ აქტივობასთან იყო დაკავშირებული. ითვლებოდა, რომ მისი ერთადერთი ფუნქცია კუნთების მოძრაობის კოორდინაცია იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ნივთიერება სინამდვილეში ჩვენს სურვილებსა და ნებისყოფას მართავდა. გარდამტეხი მომენტი 1954 წელს დადგა, როდესაც ჯეიმს ოლცმა და პიტერ მილნერმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც ნეირომეცნიერების ისტორიას სამუდამოდ შეცვალა. მათ აღმოაჩინეს ის, რასაც დღეს ჯილდოს სისტემას უწოდებთ. ექსპერიმენტის ფარგლებში ლაბორატორიის ვირთხებს ტვინის გარკვეულ უბანში ელექტროდები ჩაუდგეს. მათ ჰქონდათ ბერკეტი, რომელზე დაჭერითაც შეეძლოთ ამ უბნის ელექტრონული სტიმულირება. შედეგი იყო გამაოგნებელი. ცხოველებმა დაივიწყეს ყველაფერი. ისინი წუთში 7000 ჯერ აჭერდნენ ბერკეტს, უარს ამბობდნენ საკვებზე, წყალზე და გამრავლებაზეც კი. ისინი მზად იყვნენ ელექტროშოკით დამუხტულ ბადეზე გაევლოთ, ოღონდ კი იმ სანატრელ ბერკეტამდე მიეღწიათ. ამ აღმოჩენამ მეცნიერები მიიყვანა კითხვამდე, რა ხდება ადამიანის შემთხვევაში. დაკვირვებები, რომლებიც მოგვიანებით ჩატარდა, კიდევ უფრო დრამატული აღმოჩნდა. როდესაც პაციენტებს საშუალება მისცეს, თავად ემართათ საკუთარი ჯილდოს სისტემის სტიმულაცია პატარა პულტის მეშვეობით. სურათი იდენტური იყო. ერთ-ერთი პაციენტი ბერკეტს საათში 1500 ჯერ აჭერდა. როდესაც მასთან საუბარს ცდილობდნენ, ის გაღიზიანებული პასუხობდა, რომ არ სურდა შეწყვეტა. მას დაავიწყდა შიმშილი, პირადი ჰიგიენა და გარესამყარო. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რას ამბობდნენ თავად ეს ადამიანები. როდესაც მათ ეკითხებოდნენ, გრძნობდნენ თუ არა ექსტაზს ან დიდ სიამოვნებას, პასუხი ხშირად უარყოფითი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ იყო კმაყოფილება, ეს იყო დაუძლეველი სურვილი კიდევ ერთხელ დაეჭირათ თითი ღილაკისთვის. მათ აღწერეს ეს მდგომარეობა, როგორც მუდმივი მოლოდინი იმისა, რომ შემდეგი დაჭერა იქნებოდა განსაკუთრებული. სწორედ აქ მიხვდა მეცნიერებამ თავარს. ჯილდოს სისტემა კი არ გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება, არამედ გვაიძულებს გვინდოდეს ის, რაც სინამდვილეში არც კი მოგწონს. ეს აღმოჩენა არის გასაღები იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ციფრული სამყარო. როდესაც თქვენ უსასრულოდ სკროლავთ სოციალურ ქსელებს, თქვენ რეალურად იმ პაციენტს გავხართ, რომელიც გაუცნობიერებლად აჭერს ხელს ღილაკს. თქვენ არ იღებთ დიდ სიამოვნებას ყოველი ახალი პოსტისგან, მაგრამ თქვენი ტვინი გეუბნებათ, რომ შემდეგი ვიდეო ან შემდეგი შეტყობინება იქნება ის, რაც საბოლოოდ დაგაკმაყოფილებთ. ეს არის მოჯადოებული წრე მოლოდინისა და იმედგაცრუების გაუთავებელი ჯაჭვი. ჩვენი ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ოდესღაც გადარჩენისთვის იყო შექმნილი, დღეს ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ოლცისა და მილნერის ვირთხების მსგავსად, ჩვენს შეგვიძლია დავივიწყოთ რეალური ცხოვრება, ურთიერთობები და საკუთარი მიზნები, მხოლოდ იმისთვის, რომ მივიღოთ დოფამინის მორიგი, წამიერი მუხტი. ეს არ არის არჩევანი, ეს არის სისტემური გატეხვა, სადაც ჩვენი თავისუფალი ნება ნაბიჯ-ნაბიჯ ქრება და ადგილს უთმობს იმპულსურ ქცევას, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, შემდეგი დაწყაპუნება. მეცნიერული კვლევების გზამ მიგვიყვანა ერთ ფუნდამენტურ დასკვნამდე, რომელიც თავდაყირა აყენებს ყველაფერს, რაც აქამდე სიამოვნებისა და ბედნიერების შესახებ ვიცოდით. დადასტურებული ფაქტია, რომ დოფამინი ჩვენს ტვინში გამოიყოფა არა მაშინ, როდესაც სასურველ შედეგს ვაღწევთ, არამედ სწორედ იმ მომენტში, როდესაც რაღაცას მოუთმელად ველოდებით. ეს არის მოლოდინის ნეიროქიმია. როდესაც თქვენს ტელეფონზე შეტყობინების ხმა გაისმება, დოფამინის პიკი ხდება არა მისი წაკითხვისას, არამედ იმ წამს, როდესაც ეკრანისკენ ხელს იწვდით. ეს აღმოჩენა სრულად ხსნის ჩვენს დღევანდელ დამოკიდებულებას ციფრულ სამყაროზე. თანამედროვე ტექნოლოგიური გიგანტები და სოციალური ქსელების ალგორითმები სწორედ ამ ბიოლოგიურ სისუსტეზეა აგებული. ისინი არ გვაძლევენ საბოლოო კმაყოფილებას, რადგან მათი მიზანია მუდმივად გვამყოფონ ძიების პროცესში. ყოველი შეტყობინება, ყოველი ლაიქი თუ ახალი ვიდეო არის ერთგვარი დაპირება სიამოვნებაზე, რომელიც სინამდვილეში არასდროს სრულდება.
ჩვენ აღმოჩნდით რეალობაში, სადაც პროცესი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე შედეგი. დაფიქრდით, რამდენჯერ დაგიჭერიათ საკუთარი თავი იმაზე, რომ უაზროდ სკროლავთ სოციალურ ქსელს, თუმცა იქ არაფერი საინტერესო აღარ ხდება. ეს იმიტომ, რომ თქვენი ტვინი ეძებს არა ინფორმაციას, არამედ იმ წამიერ იმპულსს, რომელსაც ახალი ინფორმაციის მოლოდინი იწვევს. ეს არის მექანიზმი, რომელიც გვაიძულებს ველოდოთ შემდეგ განსაკუთრებულ რამეს, რაც ჩვენ ცხოვრებას შეცვლის, მაგრამ სანაცვლოდ ვიღებთ მხოლოდ სარიელ დროსა და გამოფიტულ ნებისყოფას. ეს კვლევები ნათლად აჩვენებს, რატომ არის ასეთი რთული ტელეფონის გვერდზე გადადება. ჩვენი ტვინისთვის ეკრანის გათიშვა ნიშნავს იმ ჯილდოს დაკარგვას, რომელიც შესაძლოა შემდეგ წამს გამოჩნდეს. სწორედ ამ გაურკვევლობაზე აგებული კაზინოების მუშაობის პრინციპიც, თქვენ არ იცით, როდის მოიგებთ, ამიტომ თამაშს არ წყვეტთ. დღეს კი თითოეული ჩვენგანის ჯიბეში დევს პატარა, პორტატული კაზინო, რომელიც მუდმივად გვეუბნება, რომ შემდეგი სკროლვა შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს. რეალობა ისაა, რომ ჩვენი ყურადღება გახდა პროდუქტი. სანამ ჩვენ ვართ მოლოდინის ამ გაუთავებელ რეჟიმში, ჩვენი ენერგია და დრო სხვების მოგებაზე მუშაობს. დოფამინური ხაფანგი სწორედ ამაზეა გათვლილი. დაგვაკარგვინოს უნარი, მივიღოთ სიამოვნება აქ და ახლა, რეალურ სამყაროში და გადაგვიყვანოს მუდმივი ძიების ვირტუალურ მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს სურვილი მხოლოდ ქიმიური ილუზიაა, ჩვენ ვიღებთ პირველ შანსს, რომ გავთავისუფლდეთ ამ უხილავი ბორკილებისგან და დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ყოველდღიურობაზე. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, როგორ მუშაობს დოფამინი ბიოლოგიურ დონეზე, დროა გადავიდეთ იმაზე, თუ რა დაემართა ჩვენს ფსიქიკას ამ მუდმივი სტიმულაციის შედეგად. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცვლილება, რაც თანამედროვე ადამიანმა განიცადა, არის ეგრეთ წოდებული მხისიერი კმაყოფილების სინდრომი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენს გონებას აღარ შეუძლია ლოდინი და ითხოვს ჯილდოს აქ და ახლავე. დაფიქრდით, როგორ შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. თუ რამის ყიდვა გვინდა, ამას ერთი დაწკაპუნებით ვაკეთებთ. თუ ინფორმაცია გვჭირდება, წამებში ვპოულობთ. თუ მოგშვივდა, საკვები კართან რამდენიმე წუთში ჩნდება. ერთი შეხედვით, ეს კომფორტია, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი. ჩვენი ფსიქიკა გადაეჩვია ლოდინს, რამაც გამოიწვია ნებისყოფის ფუნდამენტური დასუსტება. როდესაც ტვინი მიჩვეულია სწრაფ დოფამინს, ნებისმიერი საქმე, რომელიც დიდ დროს, ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს, აუტანელი ხდება. სწორედ აქ იწყება პრობლემები გრძელვადიან მიზნებთან. წიგნის კითხვა, ახალი ენის სწავლა, ფიზიკური ვარჯიში ან რთულ პროექტზე მუშაობა. ეს ყველაფერი მოითხოვს დროს, სანამ პირველ შედეგს დავინახავთ. მაგრამ ჩვენი მოუთმენელი ფსიქიკა ამ დროს განგაშს ტეხს. ის გვეუბნება, რატომ უნდა ვიწვალო ახლა, როცა შემიძლია ტელეფონი ავიღო და წამიერი კმაყოფილება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მივიღო. ეს სინდრომი ანგრევს ჩვენს უნარს, ვიყოთ კონცენტრირებულები. ჩვენი ყურადღება ხდება ზედაპირული და დაგსაქსული. ჩვენ ვეღარ ვახერხებთ სიღრმეებში ჩასვლას, რადგან ტვინი მუდმივად ეძებს შემდეგ სწრაფ სტიმულს. თუ საქმე პირველივე წუთებში არ გვაძლევს სიამოვნებას, ჩვენ მას ვანებებთ თავს და ვბრუნდებით იქ, სადაც ჯილდო გარანტირებული და სწრაფია. საბოლოო ჯამში, ჩვენ ხდებით იმპულსების მონები, რომლებიც კარგავენ უნარს, ააშენონ რაღაც მყარი და ღირებული პერსპექტივაში. კიდევ ერთი საშიში საფეხური, რომელსაც ეს ციფრული ხაფანგი გვიმზადებს, არის ტოლერანტობის ზღვრის მუდმივი ზრდა. ფსიქოლოგიაში ამას ჰედონისტურ ადაპტაციას უწოდებენ, თუმცა უფრო მარტივად რო ვთქვათ, ეს არის დოზების გაზრდის აუცილებლობა. ზუსტად ისე, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულების შემთხვევაში ხდება, ჩვენს ტვინს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი სტიმული სჭირდება იმავე დონის კმაყოფილების მისაღწევად. ის, რაც გუშინ გვახარებდა და გვაინტერესებდა, დღეს უკვე მოსაწყენი და უფერული გვეჩვენება. ეს პროცესი პირდაპირ იწვევს მდგომარეობას, რომელსაც მეცნიერები ემოციურ ანჰედონიას უწოდებენ. ანჰედონია არის უნარის დაკარგვა, რომ ადამიანმა სიამოვნება მიიღოს იმ აქტივობებისგან, რომლებიც ადრე ბედნიერებას ანიჭებდა. როდესაც ჩვენი ტვინი მიჩვეულია სოციალური ქსელების, აგრესიული მარკეტინგისა და სწრაფი გართობის ზემძლავ დოფამინურ დარტყმებს, რეალური ცხოვრება მისთვის ზედმეტად ნელი და უინტერესო ხდება. ბუნებაში გასვლა, მეგობართან გულწრფელი საუბარი, ან უბრალოდ სიმშვიდეში ყოფნა ტვინისთვის აღარ არის საკმარისი სტიმული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინის რეცეპტორები არის ერთგვარი დინამიკები. თუ მუსიკას მუდმივად ბოლო ხმაზე უსმენთ, დროთა განმავლობაში თქვენი სმენა დუნდება და ჩვეულებრივი წყნარი ხმების გარჩევა გიჭირთ. ზუსტად ასე ემართება ჩვენს ემოციებსაც. ჩვენი დინამიკები გადაიწვა მუდმივი ხმაურისგან. სწორედ ამიტომ გვიჭირს წიგნის კითხვა, ის ზედმეტად წყნარია. ამიტომ გვეჩვენება ურთიერთობები რთულად. ისინი დიდ ენერგიას მოითხოვენ და არ გვაძლევენ წამიერ ლაიქს. ჩვეულებრივი ცხოვრება ხდება უფერული. ჩვენ ვკარგავთ უნარს
დავტკბეთ მზის ჩასვლით, გემრიელი საკვებით ან საყვარელ ადამიანთან გატარებული დროით, თუ ამ ყველაფერს პარალელურად ტელეფონში არ ვამოწმებთ. ჩვენ გავხდით ემოციური სტიმულების ნამდვილი მომხმარებლები, რომლებსაც მუდმივად ახალი და უფრო მძაფრი დოზა სჭირდებათ. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს შინაგან სიცარიელეს. რაც უფრო მეტად ვცდილობთ ამ სიცარიელის ამოვსებას სწრაფი გართობით, მით უფრო მაღლა იწევს ტოლერანტობის ზღვარი და მით უფრო მეტად ვშორდებით რეალურ ბედნიერებას. ჩვენი ფსიქიკა ხდება ემოციურად დამოკიდებული იმ ხელოვნურ სტიმულებზე, რომლებმაც აგვართვეს უნარი ვიყოთ კმაყოფილები უბრალო ყოფიერებით. ეს არის ერთგვარი ემოციური სიბრმავე, სადაც სამყარო თავისი მთელი სილამაზით ჩვენს წინაშეა, მაგრამ ჩვენ მას ვეღარ ვხედავთ, რადგან ჩვენი მზერა მხოლოდ ეკრანის ნათებაზეა ფოკუსირებული. კიდევ ერთი მახე, რომელშიც თანამედროვე ადამიანი ყოველდღიურად ებმება, არის მოჩვენებითი პროდუქტიულობის ილუზია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ტვინი გვარწმუნებს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ დროსა და ენერგიას ვფლანგავთ. ეს ილუზია განსაკუთრებით ძლიერია ინფორმაციის მოხმარების დროს. დაფიქრდით, რამდენჯერ დაგიჭერიათ საკუთარი თავის საათობით ვიდეოების ყურებაზე, რომლებიც გასწავლიან, როგორ გახდეთ უკეთესი, როგორ მართოთ დრო ან როგორ მიაღწიოთ წარმატებას. სკროლვის პროცესში ჩვენ ვიღებთ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს და ჩვენი ტვინი ამ დროს გამოსცემს დოფამინს, რადგან მას გონია, რომ ჩვენ ახალ უნარებს ვიძენთ და წინ მივიწევთ. თუმცა როგორც კი ტელეფონს ვთიშავთ, აღმოვაჩენთ, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა. ეს არის მოქმედების ილუზია რეალური შედეგის გარეშე. ინფორმაციის პასიური მოხმარება გვიქმნის სრულ შეგრძნებას, თითქოს ჩვენ უკვე საქმეში ვართ. ჩვენ ვუყურებთ სხვების მიღწევებს, ვკითხულობთ მოკლე რჩევებს და ვფიქრობთ, რომ ამით რაღაც სასარგებლოს ვაკეთებთ. სინამდვილეში, ეს არის ტვინის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი, რათა თავი აარიდოს ნამდვილ შრომატევად საქმეს. რეალური პროდუქტიულობა ყოველთვის მოითხოვს კონცენტრაციას, ძალისხმევას და ხშირად დისკომფორტსაც კი, ხოლო ინფორმაციის უსასრულო სკროლვა მხოლოდ ინტელექტუალური ღორობაა, რომელიც გვანებებს და გვამშვიდებს, მაგრამ ადგილზე გვტოვებს. საბოლოოდ, ჩვენ ვიკვებებით სხვისი გამოცდილებით და ვკარგავთ საკუთარი გამოცდილების შექმნის დროს. ჩვენი გონება ივსება ქაოსური მონაცემებით, რომლებსაც ვერასდროს ვიყენებთ პრაქტიკაში. ეს მოჯადოებული წრია. ჩვენ ვსკროლავთ, რომ თავი პროდუქტიულად ვიგრძნოთ, მაგრამ ეს შეგრძნება გვაცლის ძალას რეალური ქმედებისთვის. ჩვენ ხდებით ინფორმაციის მომხმარებლები და არა ცხოვრების შემოქმედები, რაც პიროვნული სტაგნაციის ყველაზე მოკლე გზაა. თუკი ჩვენს დღევანდელ ქცევას პერსპექტივაში განვიხილავთ, სურათი საკმაოდ საგანგაშო ხდება. ის, რასაც დღეს უბრალოდ ცუდ ჩვევას ან დროის კარგვას ვეძახით, სინამდვილეში გრძელვადიანი დეგრადაციის დასაწყისია. თუ ასე გავაგრძელებთ, პირველი, რასაც საბოლოოდ დავკარგავთ, არის ჩვენი ნებისყოფა. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ნებისყოფის ატროფია. ზუსტად ისე, როგორც გამოუყენებელი კუნთი დუნდება და ძალას კარგავს, ჩვენი უნარი მივიღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილებები, ნელ-ნელა ქრება. ჩვენ ხდებით იმპულსების მარიონეტები, რომლებსაც საკუთარი თავის მართვა აღარ შეუძლიათ. პროგნოზი კიდევ უფრო პირქუშია. ადამიანი ხდება სრულიად მართვადი არსება, რომლის ყოველ ნაბიჯს არა შინაგანი ღირებულებები, არამედ გარე ალგორითმები განსაზღვრავენ. როდესაც თქვენი ყურადღება მუდმივად სხვის მიერ მიწოდებულ კონტენტზეა მიჯაჭვული, თქვენ კარგავთ კრეატიულობას. კრეატიულობა სიმშვიდესა და მოწყენილობაში იბადება, ჩვენ კი მოწყენილობისთვის დრო აღარ დავიტოვეთ. ქრება ღრმა აზროვნების უნარიც. ჩვენ ვეღარ ვახერხებთ რთული ჯაჭვების აგებას, რადგან ჩვენი გონება მიეჩვია მხოლოდ მოკლე, 15-წამიანი ინფორმაციის მონაკვეთებს. ჩვენ ხდებით ზედაპირულები, რაც საბოლოოდ ჩვენს ინტელექტუალურ და პიროვნულ სტაგნაციას იწვევს. ამ გზას პირდაპირ მივყავართ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობამდე. ქრონიკული გადაწვა დღეს უკვე ნორმად იქცა, რადგან ჩვენი ტვინი არასდროს ისვენებს. ის მუდმივად გადატვირთულია სტიმულებით, რაც იწვევს გაუცნობიერებელ შფოთვას. ჩვენ სულ გვეჩვენება, რომ რაღაცას ვაგვიანებთ, რომ სხვები უფრო საინტერესოდ ცხოვრობენ, რაც რეალურად მხოლოდ ეკრანული ილუზიაა. საბოლოო წერტილი კი არის ემოციური სიცარიელე მდგომარეობა, როდესაც ვერანაირი ახალი სტიმული, ვერანაირი სკროლვა თუ ვიდეო ვეღარ ავსებს იმ უბსკრულს, რომელიც ჩვენ შიგნით გაჩნდა. ეს არის გზა პიროვნული განადგურებისკენ, სადაც ადამიანი კარგავს საკუთარ მეს და იქცევა მონაცემთა სტატისტიკურ ერთეულად. ჩვენ წვეთ ოცნებას, წვეთ დიდი მიზნების დასახვას და ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმ მინიმალური ხელოვნური სიამოვნებით, რომელსაც ციფრული სამყარო გვიგდებს. ეს სტაგნაცია არ არის მხოლოდ გაჩერება, ეს არის უკან სვლა, სადაც ჩვენი უნიკალურობა და თავისუფალი ნება ნადგურდება. თუ დღესვე არ გავაცნობიერებთ ამ საფრთხეს, ხვალ შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვეკუთვნის და ჩვენ მხოლოდ მაყურებლები ვართ საკუთარ გაუფასურებულ რეალობაში. ახლა დადგა მომენტი, როდესაც ყველა წერტილი უნდა შევაერთოთ და სიმართლეს პირისპირ შევხედოთ.
ჩვენი მოგზაურობა დაიწყო ბიოლოგიით, სადაც ვნახეთ თუ როგორ მუშაობს დოფამინი და გაგრძელდა ფსიქოლოგიით, რომელმაც დაგვანახა ჩვენი ქცევის დეფორმაცია. თუ მეცნიერება გვეუბნება, რომ ჩვენი ტვინი ბიოლოგიურ დონეზეა გატეხილი, ხოლო ფსიქოლოგია გვიჩვენებს, რომ ჩვენი ყოველდღიური არჩევანი ხშირად მხოლოდ მარიონეტის მოძრაობაა, მაშინ სად არის სიმართლე? სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ჩვენს წინააღმდეგ უხილავი ომი მიმდინარეობს, ომი ჩვენი ყურადღებისთვის. მოდით, დავფიქრდეთ და საკუთარ თავს გულწრფელი კითხვა დავუსვათ. თქვენი ბოლო გადაწყვეტილება, აგეღოთ ხელში ტელეფონი და კიდევ 10 წუთი დაგეხარჯათ სკროლვაში, მართლა თქვენი თავისუფალი არჩევანი იყო, თუ ეს უბრალოდ მორიგი დოფამინური იმპულსი აღმოჩნდა. ეს არის ის მომენტი, როდესაც უნდა გააცნობიეროთ, თქვენ ხართ საკუთარი სხეულის ქიმიის ტყვე. თქვენი ტვინი მუშაობს ავტოპილოტზე, რომელიც სხვების მიერ დაწერილი ალგორითმებით იმართება. ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ადანაშაულებს სიზარმაცეში, ნებისყოფის ნაკლებობასა თუ უნიჭობაში. თუმცა, პირველი ნაბიჯი ტრანსფორმაციისკენ სწორედ იმის აღიარებაა, რომ პრობლემა თქვენს პიროვნულ თვისებებში კი არა, არამედ სისტემურ ხაფანგშია. თქვენ არ ხართ ზარმაცი, თქვენ უბრალოდ იმყოფებით გარემოში, რომელიც თქვენს ბიოლოგიურ სისუსტეებზეა გათვლილი. სანამ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ცუდი ჩვევაა, მანამ ხაფანგს აქვს ძალა თქვენზე. მაგრამ როგორც კი დაინახავთ ამ მექანიზმის არქიტექტურას, როგორც კი მიხვდებით, რომ ეს არის ინჟინერიის შედეგი და არა თქვენი ბუნება, ტყვეობა იბზარება. სიმართლის აღიარება მტკივნეულია, რადგან ის გვართმევს კონტროლის ილუზიას. თუმცა სწორედ ეს ტკივილია გათავისუფლების დასაწყისი. როდესაც ხვდები, რომ შენი ყურადღება, შენი ყველაზე ძვირფასი რესურსი, სხვის მიერ იყიდება და იყიდება, შენში უნდა გაიღვიძოს ჯანსაღმა პროტესტმა. თქვენი ცხოვრება არ უნდა იყოს დოფამინური იმპულსების გაუთავებელი ჯაჭვი. თქვენ გაქვთ უნარი, იყოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ბიოლოგიური რეაქცია სტიმულზე. გამოსწორების გზა არ იწყება საკუთარი თავის გვემით, ის იწყება გაცნობიერებით. აღიარეთ, რომ თქვენი სისტემა გატეხილია. აღიარეთ, რომ თქვენი ნება მიტაცებულია. ეს აღიარება არ არის დამარცხება, ეს არის პირველი რეალური ნაბიჯი ნამდვილი თავისუფლებისკენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ტვინის ხელახალი მართვა, რათა აღარ ვიყოთ მარიონეტები იმ თამაში, სადაც წესებს ჩვენ არ ვწერთ. ახლა კი, როდესაც სიმართლე ვიცით, დროა გავიგოთ, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ცხოვრების მთავარი ვალუტა, ჩვენი ყურადღება. ჩვენს ეპოქაში არსებობს ერთი უხილავი, მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა, რომელსაც ყოველ წამს ვხარჯავთ. ეს არ არის ფული, ოქრო ან უძრავი ქონება. ეს არის ჩვენი ყურადღება. დაფიქრდით, ყურადღება არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად გვეკუთვნის და რისგანაც შედგება ჩვენი სიცოცხლე. ყოფიერების ფასი სწორედ იმაში გამოიხატება, თუ რაზე ვირჩევთ ფოკუსირებას, რადგან ჩვენი ცხოვრება ხდება ზუსტად იქ, სადაც ჩვენი ყურადღებაა მიმართული. როდესაც დროს სოციალურ ქსელებში უმისამართო სკროლვაში ვფლანგავთ, ჩვენ უბრალოდ დროს კი არ ვკარგავთ, ჩვენ სიცოცხლეს ვყიდით იაფ დოფამინზე. ყოველი წუთი, რომელსაც ეკრანთან ვატარებთ, არის წუთი, რომელიც წაერთვა ჩვენს რეალურ ურთიერთობებს, ჩვენს განვითარებასა და ჩვენს შინაგან სიმშვიდეს. ყურადღების ეკონომიკა მუშაობს ძალიან მარტივი პრინციპით. თუ პროდუქტი უფასოა, ესე იგი პროდუქტი თავად თქვენ ხართ. თქვენი ყურადღება არის ის ნედლეული, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტები მოიპოვებენ და შემდეგ რეკლამებად ყიდიან. ხედვა მარტივია, მაგრამ სასტიკი. თუ თქვენი ყურადღება ტელეფონშია, თქვენი ცხოვრებაც იქ იწვის. თქვენ შესაძლოა ფიზიკურად იმყოფებოდეთ ოჯახთან ერთად, სუფრასთან ან ბუნებაში, მაგრამ თუ გონებით ციფრულ სამყაროში ხართ, თქვენი რეალობა იქ აღარ არსებობს. ჩვენ ხვდებით საკუთარი ცხოვრების აჩრდილები, რომლებიც რეალურ სამყაროში მხოლოდ ფიზიკურ გარს ტოვებენ, ხოლო მათი ენერგია და ცნობიერება ალგორითმების მიერ არის მიტაცებული. ეს არის ყოფიერების ყველაზე დიდი დანაკარგი იყო ცოცხალი, მაგრამ არ იმყოფებოდე საკუთარ ცხოვრებაში. როგორ დავიბრუნოთ ეს ვალუტა უკან? პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ ყოველი დაწყაპუნების ფასი. ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონს ვიღებთ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ. მიღირს თუ არა ჩემი ცხოვრების ეს 5 ან 10 წუთი იმად, რასაც ახლა ვნახავ. ყურადღების დაბრუნება ნიშნავს საზღვრების დაწესებას. ეს ნიშნავს გაცნობიერებულ არჩევანს, რომ არ ვიყოთ ხელმისაწვდომი ყველა სტიმულისთვის, რომელიც ჩვენსკენ მოემართება. ცხოვრება არ არის ის, რაც ეკრანზე ხდება. ცხოვრება არის ის, რასაც გრძნობთ, როცა მზეს უყურებთ, როცა საყვარელ ადამიანს უსმენთ, ან როცა საკუთარ ფიქრებთან მარტო რჩებით. ჩვენი ყურადღება არის ხიდი ჩვენსა და სამყაროს შორის. თუ ამ ხიდს დავანგრევთ და მას ციფრული ხმაურით ჩავანაცვლებთ, ჩვენ დავკარგავთ კავშირს რეალობასთან. დაფიქრდით, თქვენი ყურადღება თქვენი ყველაზე დიდი ძალაა. ისწავლეთ მისი დაცვა. რადგან სადაც არის თქვენი ყურადღება, იქ არის თქვენი სიყვარული, თქვენი ენერგია და საბოლოო ჯამში თქვენი ბედნიერებაც. ჩვენი მოგზაურობის საბოლოო წერტილი არ არის ტექნოლოგიების სრული უარყოფა ან სამყაროსგან განდგომა.
ხაფანგიდან გამოსვლა არ ნიშნავს ტყეში გაქცევას და ეკრანების სამუდამოდ გათიშვას. ნამდვილი გამარჯვება არის ისეთი მიზნის პოვნა, რომელიც ნებისმიერ დოფამინურ იმპულსზე უფრო დიდია. ჩვენი ტვინი ყოველთვის ეძებს სტიმულს, მაგრამ ჩვენი ძალა იმაშია, რომ ამ ენერგიას მიმართულება შევუცვალოთ, ნაცვლად იმისა, რომ ის იაფასიან გართობაში გაიფლანგოს, ის დიდ საზრისს დაუკავშიროთ. როდესაც შენ გაქვს მკაფიო, რატომ იღვიძებ დილით, რის მიღწევას ცდილობ და ვინ გინდა გახდე, შენი ტვინი იწყებს სხვაგვარად მუშაობას. მომენტალური სურვილი, აიღო ტელეფონი და დაკარგო დრო, ხდება უმნიშვნელო იმ დიდ სურათთან შედარებით, რომელსაც შენ აშენებ. ეს არის ცხოვრების ავტორობა. შენ აღარ ხარ ალგორითმის მიერ მართული მარიონეტი. შენ ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ ბიოლოგიურ ენერგიას შემოქმედებაში, განვითარებასა და რეალურ ურთიერთობებში დებს. ცხოვრება ხდება სავსე არა მაშინ, როცა ბევრი სტიმული გაქვს, არამედ მაშინ, როცა შენი ქმედებები შენს ღირებულებებს ემთხვევა. სწორედ ამ გაცნობიერებისთვის შეიქმნა არხი ზურატუსტრა. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ზედაპირულ თემებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ ის მექანიზმები, რომლებიც ჩვენს ყოფიერებას მართავენ. ახლა კი, მინდა ერთი რამ გთხოვოთ. თუ გრძნობთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის ღირებულია, ნუ დატოვებთ მას მხოლოდ ცოდნად. თქვენი ტვინი ახლა შესაძლოა გეუბნებოდეთ, რომ უბრალოდ სხვა ვიდეოზე გადახვიდეთ, რათა მიღებული ინფორმაცია დაივიწყოს და კომფორტის ზონაში დარჩეს. ნუ მისცემთ მას ამის საშუალებას. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გააზიარეთ იგი. ეს თქვენი მხრიდან არ არის მხოლოდ მხარდაჭერა ჩემთვის. ეს არის თქვენი ტვინისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ თქვენ ირჩევთ ხარისხიან კონტენტს, ირჩევთ გაცნობიერებას და ამბობთ უარს იაფფასიან ხმაურზე. ამ ქმედებით თქვენ საკუთარ ალგორითმს აიძულებთ, რომ მომავალშიც ასეთი თქვენი ზრდისთვის საჭირო ინფორმაცია შემოგთავაზოთ. ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯი ციფრული გარემოს გაჯანსაღებისკენ და საკუთარი ფსიქიკის დასაცავად. როდესაც თქვენ აჭერთ გამოწერის ხილაკს, თქვენი ტვინი აფიქსირებს, რომ ეს თემა თქვენთვის პრიორიტეტულია. ეს არის მცირე, მაგრამ სიმბოლური აქტი, რომლითაც თქვენ აცხადებთ, რომ აღარ ხართ შემთხვევითი მომხმარებელი. თქვენ ხდებით იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც სიმართლეს ეძებს. გაზიარებით კი თქვენ ეხმარებით სხვებსაც, ვინც შესაძლოა ამ წუთას იმავე ხაფანგშია გაბმული და გამოსავალს ვერ პოულობს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი არხის წარმატება, ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა ხარისხიანი ცხოვრებისთვის. გახსოვდეთ, თქვენი ყურადღება თქვენი ცხოვრებაა. ნუ გაფლანგავთ მას ხვის მიერ დაგებულ მახეებში. იყავით ფხიზლად, იყავით ავტორები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც კიდევ უფრო ღრმად ჩავალთ ადამიანური ბუნების საიდუმლოებებში. ყოველი გააზრებული წუთი არის მოგებული ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის. შვიდობით.